1993 წელს ზუსტად 27 სექტემბერს წამოვედით ზუგდიდისკენ. მაშინ ჩემი ფიქრები ასეთი იყო. ცოტა ხნით გვიწევს წასვლა და უკან დავბრუნდებით ჩვენს სახლში. შინ პატარა თეთრი ლეკვი დავტოვე იმის იმედზე, რომ მალე ისევ ვნახავდი. 3 თვე ინგირში ვიცხოვრეთ. 27 სექტემბრის ღამეს ინგირთან ახლოს საშინელი სროლისა და შემდეგ კი ზეიმის ხმა ისე ცხადად მახსოვს. ზამთარში უკრაინაში წავედით, სადაც უკვე წლები ვცხოვრობდი, მაგრამ უსაშველო იყო მონატრება. სიგიჟემდე მენატრებოდა ჩემი საქართველო. რადგან ამდენი წელი ვიცხოვრე ნათესავის ბინაში, არანაირი საცხოვრებელი არ გვეკუთვნოდა როგორც დევნილებს. ამჟამად ქირით ვარ, დღესაც ბინის მოლოდინში და ვინ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს ასე ყოფნა. გალიდან გადმოსულ ზუგდიდში მოგვიწია გაჩერება სრულიად უცნობ სახლში, სადაც არავის ვიცნობდი. ვფიქრობდით, რომ სულ რაღაც 1 კვირა და უკან დავბრუნდებოდით აფხაზეთში. 14 წლის ვიყავი. ხედრიონელები დადიოდნენ, არანაირი მთავრობა ან პოლიცია არ ფუნქციონირებდა. ჩემი ძმის მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ღამე იყო, როცა შავებში გადაცმული ნიღბიანი ხალხი შემოგვივარდა ოჯახში. ფული და ძვირფასეულობა მოგთხოვეს, თუ არ მივცემდით, დაუთოებით გვემუქრებოდნენ. ოჯახს რაც ჰქონდა ყველაფერი მისცეს და ისინიც თავისი გზით წავიდნენ. შვიდობის გამზირი 142. ეს იყო ჩვენი სახლის მისამართი სოხუმში. ძალიან რთული იყო მისი დატოვება. აქ რომ ჩამოვედით, ზოგი გვამონათებდა, რატომ წამოხვედით, რისი გეშინიათო. 7 დღე და ღამე მოვდიოდით მე და ჩემი შვილი სოხუმიდან. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა. ხალხი ერთმანეთს გვერდში ვედექით, საკვებს ვუნაწილებდით, დახმარების ხელს ვუწვდით. ჩემი ახლობლის დედა გზაში გარდაიცვალა. შვილმა ზურგზე მოკიდებული ჩამოიტანა თბილისამდე. ჩემი ქმარი ომის პირველივე დღეს დაიჭრა, მიღებული ტრავმების შედეგად ჯანმრთელობის ისეთი დაზიანებები მიიღო, რამაც მთელ მის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. 3 წლის წინ კი გარდაიცვალა. გვეგონა, რომ ქალაქი ისევ დაგვიბრუნდებოდა. სოხუმი და მთლიანად აფხაზეთი ჩემი გულის ტკივილია. ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია.